საქართველოში 23 საათია. ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. მაღალი იხჩობა და ღმერთს შველასთხოვს. ღმერთო, ოღონდ გადამარჩინე და გამოუშვებ ქუცნაშვილის მამას, სუბარის ძმას, ბესელიას ძმას, ცოტნე გამსახურდიას და სანამ ყველა პოლიტპატიმარს ჩამოთვლი და დაიხჩო. ხო და ტიპი გააჩერებს ტაქსს. მერიამდე რამდენად გამიყვანო და მძღოლი ეუბნება, არ ვიცი, მივიდეთ და უგულავას მკითხოთო. საღამო მშვიდობისა თქვენს ტელეყუთებში ყოველდღიური გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან და მე გადაცემის სამყაროზე უკეთესი ვასიკო ოდიშვილი გახლავართ. ავტობუსები, სამარშრუტო ტაქსები და ახლა უკვე კერძო ტაქსების ჯერიც დადგა. მალე ალბათ ქალაქის მერია მათზე მიიტანს მორიგ იერიშს. დედაქალაქში მომუშავე ტაქსებისთვის შესაძლოა ლიცენზიების გაცემა გამკაცრდეს. გავრცელებული ინფორმაციით უკვე მზადდება შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმად 2005 წლამდე გამოშვებულ ავტომანქანებზე ლიცენზიები აღარ გაიცემა. აბარა, ეხა თბილისის მერია მართალია. თუ ტაქსი 2005 წელზე ადრე არის გამოშვებული, სატაქსაოდ უარგისი. მოძველებული ტაქსები ქალაქის იერსახეს ამახინჯებენ და ამიტომ სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ ზრუნვა მათ დემონტაჟზე და თავიდან, ესე იგი, მოვიშოროთ ეს სახური და რაღაც აშინელი კერძო ტაქსები. თუმცა მარტო 2005 წელს ზემოთ გამოშვებული ტაქსის ყოლა არ არის აუცილებელი მძღოლისთვის, რომ ტაქსაობის უფლება გქონდეს. აუცილებელი რომ ტაქსის დიზაინი იყოს დახვეწილი. თვალშისაცემი და რაც მთავარია, საადა. რაც შეეხება ტაქსის სალონს, ანუ შიდა ინტერიერს. თუ მძღოლს სურს რომ სატაქსაო ლიცენზია მიიღოს, აუცილებელია რომ სალონი იყოს გაწყობილი მაკაგონის ხით. სარკეები აუცილებლად სვაროვსკის თვლებით უნდა იყოს მოჭმილი, ხო? კარგი იქნება თუ სავარძლები იქნება შეკერილი ცხვრის ბეწვისგან. თუმცა ნიანგის ტყავის სიდენიების შემთხვევაში შესაძლებელია სატაქსაო ლიცენზიის მიღება. რაც შეეხება სალონის განათებას, უპრიანია მასზე იყოს დამონტაჟებული დროსელის დღის განათების ნათურები, რათა კლიენტმა ღამით მგზავრობისას თავი მაქსიმალურად კომფორტულად იიგრძნოს. რაც შეეხება ტექნიკურ აღჭურვილობას, ყველაფერი დახვეწილი და მარტივი უნდა იყოს. ღილაკზე თითის ერთი დაჭერით კლიენტს უნდა შეეძლოს მაქსიმალური სიამოვნების მიღება. აი, ასეთი ტაქსები გვეყოლება მალე ჩემი ტანადის დამსახურები. თუმცა იცი რა მაინტერესებს? ჩვენს ტაქსისტებს დარწმუნებული ვარ, რომ არ ექნებათ 2005 წელს ზემოთ გამოშვებული ავტომობილების შეძენის საშუალება. ასეთი ფუფუნება მხოლოდ ჩვენი საზოგადოების მცირე ნაწილს აქვს. და რა გამოდის აქედან? ის, რომ სამუშაოს დამთავრების შემდეგ გამოვა დავით ბაქრაძე პარლამენტიდან, საკუთარი უახლესი მოდელის მანქანის საბარგულიდან ამოიღებს მოოქროვილ ტაქსის ტრაპარეთს და ესე იგი სალამს სახლში მივა ცოტას წაიტაქსავებს. იქნება ერთი ორი კაპიკი იშოვოს, რომ სახლში პური მაინც მიიტანოს. ძნელია ახლა სახლში ხელცარიელი მისვლა. ალბათ ამის მერე ხშირად გავიგებთ პარლამენტის წინ ბირჟაზე გაჩერებული მიხეილ მაჭავარიანის წუწუნსაც. ამ 2005 წლიან მანქანაში არავინ მიჯდება, კაცო. ჯართის გროვა და მეტი არაფერი. სუტყუილად დავდივარ, იქნებ სადმე ფული ვიშოვო და 2000 წლიანი მაიბახი ვიყიდო, ხო, რომელიც ცოტა წელში გავიმართო. მოდით ახლა მოვისმინოთ, რასაც ხდებენ ტაქსების შესახებ ქალაქის მუნიციპალიტეტში. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საკანონმდებლო სულების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსმა აკაკი ჯოხაძემ კი დღეს სატელევიზიო კომენტარი დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებით არ გააკეთა, თუმცა ბეჭდურ მედიასთან საუბარში ის ამბობს, რომ ტაქსებთან დაკავშირებით არანაირი ცვლილება არ იგეგმება. არადასტურებენ თურმე რომ ცვლილებები ტაქსებსაც შეეხება, ხო? და მეც ახლა რას გამოვიბიეს ზაღლის ყმა და ვაკრიტიკე ახლა. რატომ გიყვარს ქართველებს ეს წინასწარ ყველაფრის გამო აჟიოტაჟის ატეხვა ვერ გამიგია? თუმცა მოიცადეთ, სერგო რაღაცას მანიშნებს. ხო, მართალია ჩემი სერგო. ეგენი სამარშრუტო ტაქსებზეც მასე იძახდნენ. რას ლაპარაკობთ? მარშრუტკებით უდგას ჩვენს ეკონომიკას სულიო და ეხლა მაგათ როგორ შევეხებითო და აღმოჩნდა რომ გაგვაბითურეს. რა არ გჯერათ? აგერ სერგო არის მაგის ნათელი მაგალითი. კაცი აქამდე მარშრუტკის მძღოლი იყო და რაც თავისი ჯართი მარშრუტკა ჩამოართვეს, იმის მერე მიზის აქ სტუდიაში უსაქმურად. ხო და ჩემო სერგო ახლა შენზეა ესე იგი დაურბინე ყველა ტაქსისტს, ხო და უთხარი რომ მალე მაგათი ჯერიც დადგება, ხო და არ მოტყუდნენ. აბა შენიც ახლა სერგო მიდი შენი იმედი მაგ. ხო, მიდი სერგო, მიდი. ერთიანი კავკასია. როდის ასრულდება ნეტავ კავკასიელი ხალხების ეს აუსრულებელი ოცნება? ან ვინ ააშენებს მას თუ არა ისევ ჩვენი მაღალი და გამჭრიახი პრეზიდენტი?
ერთიანი კავკასიის შექმნის იდეა ჯერ მხოლოდ მიზანია, რომლის განხორციელების კონკრეტული გეგმა არ არსებობს. ექსპერტები ამბობენ, რომ კავკასიის ერთიან სივრცეში მოქცევა დასავლეთს და რუსეთს ერთნაირად აინტერესებს. გადამწყვეტი კი ის იქნება, ვის ინტერესებს გაატარებს ის. იდეა კავკასიის ქვეყნებში საზოგადოებრივ ორგანიზაციებში აქტიურად განიხილება, თუმცა პროექტს უმაღლეს დონეზე მხოლოდ საქართველო გამოეხმაურა. 24 სექტემბერს გაეროში სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სწორედ ერთიანი კავკასიის იდეა დაასახელა. დიახ, დღეს ერთიანი კავკასიის შექმნისთვის შეიძლება არც თუ ხელსაყრელი ვითარება, მაგრამ ჩვენ ამან არ უნდა დაგვაფრთხოს და არ უნდა შეგვაშინოს. ჩვენ უნდა განვაგრძოთ ჩვენი ძველი პოლიტიკა, გზასაცდენილი მეზობლების მხილებისა და გაშიშვლების. რუსეთს ვაგინოთ ტოტალიტარულობისა და არადემოკრატიულობის გამო. სომხეთს იმის გამო, რომ ერევნის არარატი ევასება და იური ჯორკაეფი ყველაზე მაგარი ფეხბურთელი გონიათ. მერე ორი აზერბაიჯანელი ბიზნესმენი მოვიწვიოთ და დავაპატიმროთ, როგორც ერთი ჩვენი ძველი პარტნიორი ქვეყნის მოქალაქეებს მოვეყართ. გავამწაროთ, გავაბოროტოთ ჩვენი მეზობლები და მერე შევუდგეთ ერთიანი კავკასიის შენებას. შემდეგ 2018 წელს გამოვიდეს ჩემი უკვე გაპრეზიდენტებული ტანადი და თქვას, კი ბატონო, აბა შენოთ ერთიანი კავკასია. აგერ აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს და ტალახს რუსები წამოიღებენ. ჯავახეთს და გაჯს სომხები, ჰერეთს და აგურს აზერბაიჯანელები და აგერ დემოკრატია, ვარკეთილი და შურუპები ჩვენზე იყოსო, ხო? ახლა თავიდან შეიძლება არ დაგვთანხმდნენ, მაგრამ რო ვეტყვით ეგ შურუპები ახალია და ძალიან მაგარია, ბეტონშიც გადისო, ნამდვილად დაგვთანხმდებიან. კი? ახლა აბების ეთერში რეკლამიცინის მიღების დროა. რეკლამიცინი ჩვენს ეთერში. თუ გეჩქარებათ და გაგვიანდებათ, გააჩერეთ ტაქსი. თუ ტაქსი 2005 წლის არ აღმოჩნდა, მაშინ დარეკეთ ნომერზე 022 და გამოიცახეთ. ახალი ტაქსი. ძღოლებო, დაყარეთ დიპლომები და ჩაგვბარდით. გსურთ იცხოვროთ ერთიან თავისუფალ და ბედნიერ კავკასიაში? მაშინ დანიშნეთ კავკასიის საპრეზიდენტო არჩევნები და შემოხაზეთ ბეში. მართალია ამ კაცს თქვენს ქვეყანაში არ გამოუვიდა არაფერი, მაგრამ ამჯერად გპირდებათ, რომ გაპრეზიდენტებიდან 1 წლის თავზე დაგიბრუნებთ კილიკიას და აღადგენს ბიზანტიის იმპერიას. ჩემი მაღალი, დიდ ქვაბში არ ეტეო და პატარაში სულ არ იყო. გრძელდება რეფორმატორული მუშაობა ჩვენს მშობლიურ სკოლაში. გუშინ კიდევ ერთი საბჭოთა გადმონაშთი ფიზკულტურის გაკვეთილი იქნა დაგმობილი და გაკრიტიკებული. მინისტრმა თავის მხრივ ომახიანად გვამცნო, რომ საბჭოთა ფიზკულტურა მალე დასავლური დემოკრატიული სპორტით იქნება ჩანაცვლებული. ვიშ? საჯარო სკოლებში ფიზკულტურის სპორტის გაკვეთილებით ჩანაცვლებასთან დაკავშირებით განათლებისა და სპორტის სამინისტროებს შორის ხელშეკრულება გაფორმდა. დღეიდან 8 სპორტული ფედერაცია სკოლებში სხვადასხვა სახის შეჯიბრებას ჩაატარებს. ყველა საჯარო სკოლაში ფიზკულტურის გაკვეთილება შეიცვალა სპორტად, იმისათვის რომ ბავშვებისთვის ეს გაკვეთილი იყოს საინტერესო, არ იყოს საბჭოური განმონაშთი და იყოს საინტერესო. მაპატიეთ ხალხო, ფიზკულტურამ დამაჭლექიანა რა. აი იყო ეს საბჭოთა სკოლა, სულ მაგ ფიზკულტურის ბრალია რა ეს. აი თმებიც რო ასე ნაადრევად გამწვიდა, ეგეც ის არის ხო, ფიზკულტურის ბრალი. ის რა კარგია ისე რომ ჩვენი მომავალი თაობები აღარ გაივლიან ასეთი ტანჯვის გზას, რაც მე გავიარე ხო. დიახ, სწორედ ფიზკულტურა იყო ჩვენ, ესე იგი, სპორტში წარუმატებლობის მიზეზი ხო. სწორედ იმიტომ რომ ჩვენი ბავშვები სკოლაში ფეხბურთის ნაცვლად ფიზკულტურას სწავლობდნენ, იმიტომ გვაქვს დღეს საქმე ცუდად ფეხბურთში ხო. თორემ კარგ ფეხბურთელებს ისე მაზაობის ბრალდებით რო იჭერენ, ეგ ეხლა რა მოსატანი არის აქ ხო. ის მაინც მაინტერესებს ნეტა, როდის დაიბადა ფიზკულტურის მაგივრად სკოლებში სპორტის გაკვეთილების შეტანის ნოვატორული იდეა, ჰა? ხვდები, უეჭველი 2008-ში ომის დროს ჩემი მაღალი გორის ქუჩებში რომ მირბოდა და დიხანიე რომ აღარ ყოფნიდა, ალბათ მაშინ ფიქრობდა ვაგლახ და ყველა დავკარგე ფიზკულტურის გაკვეთილებზე ატჟიმანიების კეთების დროს დრო, ხო? არ ჯობდა მაგის მაგივრად სპორტის სახით პირდაპირ სირბილი ესწავლებინათ, აქამდე ხომ უკვე წითელ ხიდამდეც ჩავირბებდიო. ტანადი კაცი საავდგომოდაც არ ცხრება და ძველ თბილის ახალ სიცოცხლეს სცემს. ქრისტემ ხომ თქვა, შაბათს რომ ჩაგივარდეთ ორმოში ხვარი ხომ ამოიყვანტო, ხო და გიგიც მუშაობს კვირაში 7 დღე და წელიწადში 365 დღე. ხანდახან 366 დღეც კი.
პროექტ ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის მიმდინარე ეტაპის დეტალები თბილისის მერმა აკადემიური წრეების წარმომადგენლებს გააცნო. ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას დედაქალაქის ადმინისტრაციასთან ერთად მეცნიერები, არქიტექტორები და ურბანისტები ესწრებოდნენ. პროექტის ახალი ეტაპის დაწყების შესახებ მერიამ ერთი კვირის წინ გამოაცხადა. ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის მიზნები კვლავ მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, სამუშაო ადგილების შექმნა, შეჩერებული მშენებლობების დასრულება და ეკონომიკური აქტიურობის გაზრდა. მერიის განცხადებით პროექტის ახალ ეტაპს ნებისმიერი მსურველი შეუერთდება. ჩვენ ვაცხადებთ და ვიღებთ ვალდებულებას, რომ $400 ვიყიდით 1 კვადრატულ მეტრს ექსპლუატაციაში მიღებულ დასრულებულ თეთრ კარკასში. პრაქტიკულად ეს არის უფასო დაზღვევა ნებისმიერი მშენებლისთვის, ვისაც აქვს ეს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, მშენებლობის სტადიაზე მოიზიდოს უსაფრთხოდ თანხა. გარდა იმისა, რომ ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე მოსახლეობისთვის სახლების დარიგებას გულისხმობს, ეს პროექტი ეხმარება სამშენებლო სექტორსაც და მის სტიმულირებას ახდენს. წარმოგიდგენიათ ახლა რამხელა საქმეს აკეთებს ტანადი. სამშენებლო სექტორს ქეჩოში ჩაავლო ხელი და ზემოთ ამოსწია. ეს ხო ბევრს არ შეუძლია. ეს თვით იმანაც კი ვერ მოახერხა. იმან. გუშინ ვქეიფობდით მე და გიგი, ჩვენ ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს ხო და ვსაუბრობდით საქართველოს მომავალზე, სოციალურ პრობლემებზე, მომავალ პრეზიდენტზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე და ასე შემდეგ. რას აპირებს თურმე იცი? რას და ამ ახალ კორპუსებს რომ ააშენებს, მის სახურავებზე ჯანმრთელი სიმინდის დათესვას აპირებს და კორპუსის სახურავზე მოყვანილი სიმინდი დაურიგდება მოსახლეობას უფასო. ამ პროექტს ჰიბრიდული სიმინდის ახალი სიცოცხლე დაერქვა. სულ მალე ტაქსების პრობლემასაც გადაწყვეტს და თბილისში ივლიან ნორმალური ტაქსები. ისეთი კი არა. ახლა რომ არის მოძველებული მანქანები, ხო? განათლებული ტაქსის მძღოლებით. არა, უკეთესი მანქანების, ესე იგი, შემოიყვანს და მძღოლებს 2-ის ნაცვლად 3 დიპლომი და კარატეს შავი კამარი ექნება. მოკლედ ეს კაცი ყველაფერს ძველს ახალ სიცოცხლეს ძენს. მაგრამ ერთი რაღაც მიღრნის გულს და უნდა ვთქვა. აი ახლა მაღალმა რომ მოინდომოს ძველი თბილისის მერიის ახალი სიცოცხლე. მერე? არა და ხო ვიცი ახლა მაღალის ხასიათი შესაძლოა ძველი მერიის ახალი სიცოცხლე მხოლოდ იმიტომ წამოიწოს რომ სადილობისა სუფრაზე მარილი არიდო. კიდევ ერთი მუშტი კრივის ლამაზი ისტორია, რომელიც ხელოვანთ უკავშირდება. გაზეთ ქართლის ხმის რედაქტორი საბა წიწიკაშვილი გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ სოსო ნემსაძეს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. ინციდენტი რამდენიმე დღის წინ მოხდა, როცა ჟურნალისტი თეატრში გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის წამოსაღებად მივიდა. საბა წიწიკაშვილის თქმით, გაზეთში გამოქვეყნებული მასალებით გაღიზიანებულმა რეჟისორმა ის კანცელარიის ოთახში არ შეუშვა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მოკლედ პატარა რეზუმე უნდა გავუკეთო ამ ჩემს თემას. ჯერ იყო და ამ რამდენიმე თვის წინ მწერლებმა გაუმართეს ერთურც მუშტიკრი. შემდეგ მხატვრებმაც შარი აუტეხეს ერთმანეთს, შემდეგ კომპოზიტორებმა და ვისი ჯერი იყო თუ იცით ახლა? თეატრის რეჟისორის. და ესეც ასე, მაგრამ მე ვერ გავამტყუნებ ახლა ვერავის, რადგან ჩემეული შეხედულება მაქვს ამ საკითხზე. თქვენ ფიქრობთ, რომ ხელოვანთ ეს ამბავი იმიტომ ჭირთ, რომ ნადავლს ვერ იყოფენ ან რაიმე მსგავსი, მაგრამ არაც და არა. საქმე იმაშია, რომ ქართველები სამხრეთული ტემპერამენტის ხალხი ვარ და ხელოვანები ხომ ისედაც განსაკუთრებული ტემპერამენტით გამოირჩევიან. ხო და ეს ტემპერამენტიანი ხალხი ჩვეულებრივ ცხოვრებაში არანაირად არ ამჟღავნებენ თავის ემოციებს, მაგრამ აი როდესაც მხატვრულ ღირსშესანიშნაობებთან აქვთ საქმე, უკვე თავს კარგავენ. აი მაგალითად, მხატვარი მუზეუმში შევა, დადგება და პიკასოს გერნიკას უმზებს. ეს ხომ შედევრი? ემოციებს ვეღარ თოკავს და უცებ ვიღაცა ჩააზილავს ციკლს. ისევ და ისევ კოლეგა მხატვარს, ვის ჩააზილავს? ხო, იმას. რომელიც იქვე მის გვერდით აივაზოვსკის ტალღებს მისჯერებია და ტკბება. შემდეგ ეს მედია აუგორებს ჭორებს და მოსხებენ ჩირკს. ასევე არიან მწერლები და მუსიკოსები, აბა მე-9 სიმფონიას როგორ უნდა გაუძლოს ახლა ბოლომდე კაცმა? მაგას რა მოусმენს? ხო და აიღებს კომპოზიტორი და სოლფეჯიოს წიგნს გადაარტყავს კოლეგას. ნახე, უსმინე, რა მაგარია ეს ოჯახ აშენებული ბეთჰოვენიო და ფეხქვეშაც გაიფეს. ეს ჩვენი რეჟისორიც ასეთ გაუგებრებაში გაიყო, ხო? სრულიად გაუგებარი ამბავი იყო. ახლა თურმე პატივცემული რიჩარდ მესამეს უმზებდა, როცა ჟურნალისტი შესულა მასთან და ესე იგი ამ დროს ბოლო მოქმედება იყო, ხო და ემოციები დახუნძული რეჟისორი თავის დაუნებურად წამოხდა და ფეხქვეშ გაიფინა გაზეთის კორესპონდენტი. აი დაახლოებით ასე. რა საოცარია შექსპირი არა? შენი დედაც, ხო? რამდენჯერაც არ უნდა უყურო, სულ ახალ დეტალებს აღმოაჩენს. გიტირე ყოფაო. აი ეს. ახლა აბების ეთერს პოლიტიკოსებს ვუთმობ. იცინიან და იცინიან პოლიტიკოსები. მეათე ადგილი. მეათე ადგილზე გავიდა ჩემი ქალაქის მერი, რომელსაც ძვირფასო ბიზნესმენებო აქამდე ვერც კი წარმოიდგენდი თურმე რას ცოდნია.
სახელმწიფოს დანიშნულება სწორედ ესაა, შექმნა საინვესტიციო გარემო და გააძლიეროს ნდობა ეკონომიკის სუბიექტებს შორის, დაეხმაროს და თავდებში დაუდგეს მას. მეცხრე ადგილი. მეცხრე ადგილს იკავებს ირაკლი ალასანია. ირაკლის გონია თუ თავის უკანა ფონზე ქართველი მშრომელი ხალხი გამოჩნდება, მაშინ მისი მოთხოვნები უეჭველად შესრულდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ამ ხარდაჭერით ჩვენი საზოგადოების ერთსულოვნებით საარჩევნო გარემო მართლაც შეიცვლება, სააკაშვილს მოუწევს დათმოს საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებული საკითხები, რაც შევთავაზეთ და თავისუფალი არჩევნებით მოხდება ხელისუფლების შეცვლა. მერვე ადგილი. მერვე ადგილი წილად ხვდა კიდევ ერთ ოპოზიციონერს. იგი დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მათთან არის. ეს ჩვენ გვაქვს აბსოლუტური საერთაშორისო მხარდაჭერა. მეშვიდე ადგილი. მეშვიდე ადგილი დაიკავა ლაშა თორდია. მან კიდევ ერთხელ სცადა, რომ პარლამენტის რაობა აეხსნა, მაგრამ ამჯერადაც ვერ დაგვაჯერა. პარლამენტი იმისთვის არსებობს, რომ ზოგადად პრობლემებთან დაკავშირებით ღიად ისაუბროს საზოგადოების ყველა წარმომადგენელთან ერთად. მეექვსე ადგილი. მეექვსე ადგილს იკავებს ჩვენი ხშირი სტუმარი აკო მინაშვილი. აკოს აზრით, ჩვენში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პრობლემა აღარ არსებობს და ეს 8 პარტია სულტყუილად ბუინობს რა. ხო. ტრანზიცია ნიშნავს სწორედ ამას, რომ ეს მოხდეს არჩევნების წესით, სამართლიანი არჩევნების წესით, საქართველოს სამართლიანი არჩევნების წესი ხო დამკვიდრდა დიდი ხანია. მეხუთე ადგილი. მეხუთე. ყველა ქართველისთვის საყვარელი ადგილი დაიკავა ყველაზე სათუთმა და მგრძნობიარე მინისტრმა, რომელიც ევროპულად ესათუთება პატიმრებს. ჩვენ შევძლებთ გამოვავლინოთ რისკ ჯგუფები, ჩვენ შევძლებთ მიზანმიმართულად წარმართოთ ჩვენი სარეაბილიტაციო პროგრამები, ინდივიდუალური მიდგომა არის ზოგადად ევროპული სტანდარტი და ჩვენ ნერგავთ ევროპულ სტანდარტებს ჩვენ სისტემაში. მეოთხე ადგილი. მეოთხე ადგილზე მოკალათდნენ ამერიკელი კონგრესმენები. მაგათაც რა ქნან ახლა? ვერც ეგენი იჭერენ მაესტროს და უყურებენ ცხოვრებას ქრონიკა კურიერის თვალით. კონგრესმენთა აზრით დახმარება მომავალშიც უნდა გაგრძელდეს, რადგან ქვეყანაში გადარიცხული თანხა დემოკრატიული რეფორმების გატარებაზე სწორად და მიზანმიმართულად იხარჯება. მესამე ადგილი. მესამე ადგილზე გავიდა ყველაზე მშრომელი ოპოზიციონერი, რომელიც შეუდგა ჩინოვნიკების გაშიშვლებას და იერიშიც მიიტანა მათზე. თონებას ჩამოათმევთ კეზერაშვილს და დაუბრუნებთ მათ, ვისაც წაართვა. მეორე ადგილი. მეორე ადგილი მიხეილ მაღალმა შეიპყრო თავისი სასიამოვნო ოცნებებით და ლამაზი მისწრაფებებით. მე მიყვარს ჩემი მაღალი და მისი ოცნება. ჩვენ გვექნება სკოლები უკეთეს ვიდრე სკოლა თქვათ ვაკის ცენტრში და სკოლა ამსტერდამის ცენტრში. სკოლა კოპენჰაგენის რომელიმე რაიონში. პირველი ადგილი. პირველ ადგილზე კი გავიდნენ ჩემი ტანადი და ერთი პატიოსანი ბიზნესმენი მშენებელი კაცი. მერმა ბიზნესმენს თავის მიერ გამოცხადებული ახალი ინიციატივის შესახებ ადვილად პროგნოზირებადი შეკითხვა დაუსვა და იმანაც ადვილად პროგნოზირებადი პასუხი დაუბრუნა და მთელი ერიც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ეგზომ ადვილად პროგნოზირებად გარემოში ვცხოვრობ. ჩვენი პროგრამა რაც გამოაცხადოთ, პრინციპში თქვენს მოგეხმარება. ძალიან მოგეხმარება. ეს გახლავთ განაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს.